კი ბატონო. მოკლედ, სამაგისტრო უნარები იქნება დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემა. მე ზოგადად მოდი მიმოვიხილავ ამ სამაგისტრო უნარების შესახებ 4-ვე კომპონენტზე რაღაცებს კეთვით, სასარგებლო ინფორმაციებს და შეკითხვები რაც გექნება შეხვედრის მეორე ნაწილში შეგიძლიათ დამისვათ შეკითხვები და გიპასუხებთ ყველა შეკითხვაზე. შეიძლება ზოგმა თქვენგანმა იცის ხა ეს სპეციფიკა ამ სამაგისტრო უნარების, მაგრამ მოდი მე მაინც ყველაფერს დაწვრილებით ვიტყვი ყველასთვის რო გასაგები იყოს. მოკლედ, მოგეხსენებათ რომ სამაგისტრო უნარები 4 კომპონენტისგან შედგება. და ამ 4 კომპონენტიდან მინიმუმ 3 უნდა ჩააბარო, რათა გამოცდა ჩაბარებულად ჩაგეთვალოთ. ანუ ოფიციალურად საგამოცდო ცენტრი ჩვენგან ითხოვს 4-დან მინიმუმ 3 კომპონენტის ჩაბარებას. მაგრამ არის უნივერსიტეტები ან ფაკულტეტები, სადაც 4-ვე კომპონენტის ჩაბარება არის აუცილებელი. ეს უკვე უშუალოდ იმ უნივერსიტეტთან უნდა გაარკვიოთ, სადაც გსურთ ჩაბარება, თორე როგორც ესეთი 4-დან 3 რო ჩააბაროთ, ანუ რომელიმე ერთი კომპონენტი რო ვერ ჩააბაროთ, ეს ხელს არ გიშლით ამ გამოცდის ჩაბარებაში. როგორც გითხარით, 4 კომპონენტისგან შედგება, ეს არის ლოგიკა, მათემატიკა, წაკითხulis გააზრება და ანალიტიკური წერა. ამ 4 კომპონენტიდან როგორც წესი ლოგიკა და მათემატიკა არის ის კომპონენტები, რომელიც ყველაზე მეტად უჭირთ ხოლმე წაკითხulis გააზრება და ანალიტიკური წერას შედარებით მარტივი კომპონენტებია ვიდრე ლოგიკა, მათემატიკა. განსაკუთრებით ლოგიკა, რომელიც ბოლო წლებში უფრო და უფრო რთულდება თუ დავაკვირდებით ტენდენციას 2020 წლიდან მოყოლებული, 2020 წელს ზოგადად გამოცდის სტრუქტურა შეიცვალა. 2020 წლამდე ცოტა სხვა სტრუქტურით ტარდებოდა ის გამოცდა, 2020 წლის შემდეგ, მოკლედ გეტყვით ამასაც, 2019 წლის ჩათვლით იყო 3 კატეგორიის ტესტი A, B და C კატეგორიის ტესტები, შესაბამისად ეს კატეგორია განსხვავდებოდა, ეს კატეგორიები ერთმანეთისგან სირთულის მიხედვით, ვინც ჰუმანიტარულ მიმართულებაზე აბარებდა A ტიპის ტესტს წერდა, სადაც მათემატიკა გაცილებით მარტივია ვიდრე B ტიპის ტესტში დაუშვათ, B ტიპის ტესტს წერდა ტექნიკური მიმართულების აპლიკანტი და C ტიპის ტესტს წერდნენ იურიდიულზე ვინც აბარებდა ისინი. 2020 წლიდან ეს კატეგორიები აღარ არსებობს, ყველა ერთსა და იმავე სირთულის და ერთსა და იმავე დონის ტესტს წერს და 2020-ში თუ დავიწყებთ მოკლედ ლოგიკის ტესტს თუ დაუკვირდებით, მარტივად შემომჩნევთ რომ 2024 წლის ტესტში დაუშვათ ლოგიკის ნაწილი ბევრ რთული იყო ვიდრე 2020-ში. და ასე შემდეგ, ანუ ყოველი წელს უფრო და უფრო რთულდებოდა. ხო, ეს არ არის თვალ მოსაწონი და დამოკმაყოფილებელი ტენდენცია თქვენთვის. არ ვიცი ხა, რა თქმა უნდა, წინასწარ რთულია, იმით რომ 2025-ში კიდევ უფრო გართულდება თუ გამარტივდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უარესისთვის უნდა იყოთ თქვენ მზად. ხო, ხა როგორ უნდა მოემზადოთ ამ უარესისთვის, ვეცდები ეს ყველაფერი გითხრათ. გარკვეულ რჩევებს მოგცემთ, რეკომენდაციებს თუ თითოეულ კომპონენტს თუ რა დრო უნდა დაუთმოთ, როგორ უნდა მოიმზადოთ და ასე შემდეგ. მოდი დავიწყოთ მათემატიკით, რომელიც ალბათ ბევრ თქვენგანს დიდად არ უყვარს, რბილად რო ვთქვათ. სკოლაში საერთოდ არ გიყვარდათ, ალბათ მე უნივერსიტეტში თუ ჩააბარეთ ისეთ ფაკულტეტზე, სადაც მათემატიკასთან შეხება არ ქონიათ საერთოდ და გავიწყდათ და ფიქრობთ რომ ეხა წინ ერთი დიდი ჯოჯოხეთის გავლა გიწევთ მათემატიკის სწავლის სახით. ხო, ცოტა დაგამშვიდებდა გეტყვით რომ მათემატიკა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია იმ დონის მათემატიკაზე, რა დონის მათემატიკაც უნარებს ჭირდება. უხეშად რო ვთქვათ, შეიძლება ეს იყოს ალბათ მე-7 კლასამდე მათემატიკა, ისიც ზედაპირულად და არა სიღრმისეულად. უბრალოდ მათემატიკაზე მეტად უფრო ლოგიკურ და ანალიტიკურ და რაოდენობრივ მსჯელობას ამოწმებს ეს მათემატიკის ნაწილი სამაგისტრო უნარების. ხო, ანუ რას ნიშნავს ეს? ნახეთ, თქვენ ყველაზე დიდ პრობლემას ადაწყდებიან ხოლმე მათემატიკის ნაწილში, იცით? ამოცანის პირობის გააზრება უჭირთ. და ეხა ამოცანის პირობას თუ ვერ გაიაზრებ, მე იქ რთულია მოხსნაზე საუბარი, ხო? და თუ მოხდა ისე რომ ამოცანის პირობა გაიაზრეს,
მე რო უკვე ძალიან მარტივად ხსნიან, იმიტომ რომ შენ თუ ამოცანის პირობა გაიაზრე და მიხვდი ეს ამოცანა როგორ ესე ვთქვათ, აი ალგორითმი მაინც თუ დასახე რომ აი ამის მერე ეს უნდა გავაკეთო რომ ეს ამოცანა ამოხსნა, აი თეორია და მათემატიკური ნაწილი არ გაგჭედავს იმ ამოცანის ამოხსნის პროცესში, იმიტომ რომ იმდენად მცირე თეორია და მათემატიკური ცოდნა მოგეთხოვება, ფაქტობრივი მათემატიკური ცოდნა, რომ შენ თუ ამოხსნის ალგორითმს მიხვდი იქ მათემატიკის ნაწილი აღარ გაგჭედავს უკვე. ხო, ანუ მთელი პრობლემა მათემატიკურ ნაწილში არის ის, რომ უჭირთ პირობების გააზრება. ხო, ესეც ახლა არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ როცა წლები მათემატიკასთან შეხება არა გაქვს, კიდე არ გინდა გავიწყდება. თუნდაც ის ელემენტარული, რაც იცოდი სკოლის პერიოდში. ხო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი გახსენებადი და მოსწრებადია იმ დროში, რადგან დარჩა გამოცდებამდე. უბრალოდ სწორად მეცადინეობა სჭირდება ამ ყველაფერს და სწორი მიდგომა სჭირდება. რამდენიმე მეთოდს გაგიზიარებთ მე. ეხლა ყველაფერს ამ შეხვედრაზე ბუნებრივია ვერ მოვასწრებთ, თუმცა რასაც მოვასწრებთ ყველაფერს გეტყვით. მე მომავალში ჩავატარებ იანვრში ვარ რიცხვებშიც, ჩავატარებ სკავ შეხვედრებს და ნუ ისედაც ჩემი ვიდეო გაკვეთილები სხვადასხვა ჯგუფებში თუ YouTube-ზე ბევრი დევს და ისედაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, იქაც ბევრს საუბრობ ამაზე. კარგი, ხა მათემატიკაში სწორად მეცადინეობა რას გულისხმობს? ან რა მეთოდები არსებობს იმისათვის, რომ აი თუნდაც რაც თავში თქვი პირობების გააზრება უჭირთ, მეთქე რომ ეს პირობების გააზრება შედარებით რო დახვეწოთ. კარგი ერთ-ერთი კარგი მეთოდია, აი მაგალითად მე ურჩევდი ხოლმე მათ ვინც ჩემთან მეცადინეობდნენ ამ სამაგისტრო უნარებზე, რომ აი მაგალითად მიდევს პირობითად ვამბობ 2020 წლის ტესტის გარჩევის ვიდეო. და ვეუბნებოდი ესეთ რამეს, რომ აი ამ ტესტის გარჩევას ნუ მოусმენ ესე თავიდან ბოლომდე მონოტორულად მხოლოდ მე რო ვსაუბრობდე. აი გააკეთეთ ესეთი მეთოდით დავუშვათ. წაიკითხეთ პირველი ამოცანა. ჩართეთ ვიდეო, ოღონდ არ მოусმინოთ ჯერ ახსნას. დააპაუზეთ ეს ვიდეო, სანამ ახსნას დავიწყებ ამ პირველი ამოცანის პირობითად, ეწვალეთ თქვენ იქამდე ამ ყველაფრის ამოხსნას. ნუ ბუნებრივია, სანამ ამ ეტაპამდე მივიდოდით, იქამდე ის თეორია გავიარეთ, ამაზე ცალკე გეტყვით. ანუ ეხლა ჩავთვალოთ რა მოცემულობიდან ვსაუბრობ, ის ელემენტარული თეორია, არც თუ ისე ბევრი რაც ჭირდება მათემატიკას გავიარეთ, დაუშვოთ. ნუ ასე თუ ისე რაღაც გავიგეთ, შეიძლება თეორიის სწავლის პროცესში რაღაც ვერ გავიტანოთ, რაღაც გარკვეული ცოდნა გვაქვს, მოკლედ ისე არა ვართ რა. ჰაერზე რო ვიყოთ, რაღაც ცოდნა გვაქვს მათემატიკური და მივედით ახლა იმ ეტაპზე, რომ აი ამოცანებთან მუშაობა უნდა დავხვეწოთ. ხო, ერთ-ერთი კარგი მეთოდია, რასაც ეღანმობდი გავაგრძელებ ამას, აი დავუშვათ გავხსენით რომელიმე ტესტი პირობითად, 2020 წლის ტესტი, რომლის გარჩევაც მიდევს მე. პირველ ამოცანას სანამ ამოხსნი, უნდა დააპაუზო ის ვიდეო, შენ თვითონ უნდა იფიქრო ამოცანის ამოხსნაზე. შეიძლება ეს ამოცანა ამოხსნა, შეიძლება ვერ ამოხსნა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შენ თუ ამოცანის პირობა გააზრებული არ გაქვს. და ამოცანაზე ნაფიქრი არ გაქვს, იქ ახსნის მოსმენა თქვენთვის შედეგიანი და პროდუქტიული არ იქნება. ახსნის მოსმენა თქვენთვის რო პროდუქტიული იყოს, როგორც მინიმუმ ამ ამოცანის პირობა გააზრებული უნდა კონდეს. აი რას ნიშნავს ამოცანის პირობა გააზრებული უნდა კონდეს? აი ვიღაც რო გითხავს, რომ აი აბა რა ეწერა ამ ამოცანაში, რა სიტყავს შენგან, რა გაქვს მოცემული და რა სიტყავს შენგან ის გაგებას. აი ამაზე თუ პასუხი ვერ გაეცი, აი რო არ ჩაიხედო პირობა, შეწარმოიდგინე და წაიკითხე და შენ გონია რომ ამოცანის პირობა გააზრებული აქვს, ხო? აი დახუჭე თვალი გადადე ის ტესტი და ვიღაცამ კითხვა თუ დაკისვა, რა ქონდა მოცემული და რის გაგებას გთხოვდა. შენ თუ ამაზე ვერ უპასუხე, იმ ამოცანის ამოხსნაზე საუბარი ზედმეტია, იმიტომ რომ პირობა ვერ გაგიაზრებია, თუ პირობა ვერ გაიაზრე, ვერ ამოხსნი. ხო, ანუ რას ვამბობ მე? ანუ ჯერ შენ თვითონ დამოუკიდებლად ეცადე ამ ამოცანის ამოხსნას, ну როგორც მინიმუმ იფიქრე და თუ ამოხსნი, ოკაი, თუ ვერ ამოხსნი, ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებ ვიდეოს ყურება, სადაც ხსნი ამ ამოცანას, შენ თუ ამოხსნილი გაქვს უკვე ამოხსენი, შეამოწმებ რამდენად სწორად ამოხსენი, თუ ვერ ამოხსენი, აი მე უკვე აზრი აქვს ჩემი ახსნილის მოსმენას, იმიტომ რომ შენ გააზრებული გაქვს პირობა, ნაფიქრი გაქვს, ვერ ამოხსენი, მაგრამ ნაფიქრი გაქვს. მაშინ ჩემ ახსნილს თუ მოусმენა, ნებისმიერ ახსნილს ჩემზე არ არის ხო მხოლოდ ვინც ხსნის სწორად ამ ამოცანის ამოხსნას ვინც სწორად გთავაზობთ, იმის ახსნილს რომ მოусმენთ, უკვე გაიგებ იმ ახსნილს. ესე უნდა მიყვეს სათითაოდ. გადახვედი მეორე ტესტზე, არ მოусმინო ახსნას. ჯერ შენ თვითონ გააკეთე, შენ თვითონ იფიქრე, ეწვალე.
ამოხსნი ან ვერ ამოხსნი. ეს თავიდან პრობლემა არ არის, რომ დაუშვათ დაუშვათ 5 გამოცანა გააკეთე, ვერც ერთი ვერ ამოხსენი. ხო, ნუ ცუდია რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვერასდროს ვერ ამოხსნით. დროთა განმავლობაში, თუ ესეთი მეთოდით ნებისყოფას გამოიჩენ და ესეთი მეთოდით იმეცადინებთ, დროთა განმავლობაში აუცილებლად გექნებათ შედეგი, ისეთი შედეგი, რომ როგორც მინიმუმ ის სრული ქულა რომ აიღოთ. სრული ქულა მათემატიკაში არის 4.8 უნდა კონდეს მინიმუმ. მოდი ამაზეც გეტყვით, ჯამში მათემატიკაში 19 ტესტია. თითოეული ერთქულიანია ცხადი, ანუ სწორი პასუხის შემთხვევაში ერთი ქულა გეწერება და ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყოველ არასწორ პასუხზე 0.2 ქულა გაკლდებათ. როგორც იყო დაუშვათ ბაკალავრის უნარებზე, არ ვიცი ჩაბარებული გაქვთ თუ არა, იქ არ გაკლდებოდათ ხო არასწორ პასუხზე ქულა. აი, აქ უკვე გაკლდებათ და მაშინ რა ვარიანტები გვაქვს? მოდი აბა ამასაც დაგითვლით ახლა და ერთი წამით. იმიტომ რომ არის რაღაც სხვა ვარიანტები, რომ რამდენი შემოხაზვა ჯობია, დაუტოვო ჯობია, რო არ ვიცი, აი ესეთ რაღაცებსაც გიპასუხებთ. აი როგორც გითხარით, მათემატიკაში არის სულ 19 ტესტი. ამ 19-დან ბარიერი, როგორც გითხარით, არის 4.8 ქულა. ნუ რას ნიშნავს ეს? დაუშვათ თუ შემოვხაზეთ ყველა ტესტი. და ყველა ტესტი შემოვხაზეთ და სწორი გვაქვს 7. და შესაბამისად 12 არასწორი გვაქვს. 7 სწორ პასუხში გვეწერება 7 ქულა, 12 არასწორ პასუხში ჯამში 2.4 დაგვეკლდება, ხო? და დაგვრჩება 4.6. ხო, რაც ვერ ამთლად კაი ამბავი, არ ყოფნა შესაბარებლად, ხო? ანუ თურმე თუ ყველა ტესტ შემოვხაზავთ, ამ ყველა ტესტიდან 7 რო სწორი გქონდეთ, არ ყოფნით ეს, თუ დანარჩენი 12 არასწორი გექნებათ. ანუ ყველა ტესტი შემოხაზვის შემთხვევაში მინიმუმ 8 სწორი პასუხი უნდა გქონდეს, რომ გამოსდა ჩაბარებულად ჩაგეთვალოს. ხო, ეხლა რა ვარიანტებია აქ დაუშვათ ჯობია, 2 დაუტოვო, 3 დაუტოვო, ან რომელიც ამოხსნაც არ ვიცი, ის დაუტოვო თუ არ დაუტოვო, თუ შემოვხაზო. აი მოდი ყველა შემთხვევას განახებთ აქ მე. სამწუხაროდ ამ კომპიუტერში არ მაქვს ის ჩამოწერილი წინასწარ გამზადებული ეს პრეზენტაციის სახით, მაგრამ არა უშევს აი ერთი წუთი მინდა სულ რო ჩამოვწერო. და გეტყვით. მოკლედ თუ როგორც ვთქვით, 7 სწორი პასუხი რა შემთხვევაში ან მოდი დავიწყოთ ყველაზე მცირედან. 4 სწორი პასუხი არ ყოფნის არც ერთ შემთხვევაში, ხო? ანუ გულისხმობ რას, რომ აი მარტო 4 რო შემოხაზო და 4 სწორი რო ქონდეს, ბუნებრივი არ ყოფნის. აი 5 სწორი პასუხი რა შემთხვევაში ყოფნის? 5 სწორი პასუხი ყოფნის იმ შემთხვევაში, თუ 6 ტესტი შემოხაზე, ამ 6-დან 5 უნდა ქონდეს სწორი, რომ ჩააბარო. ხო, ესეც არის ერთ-ერთი ვარიანტი, იმიტომ რომ 5 თუ სწორი გექნება და 1 არასწორი, 5-ს გამოაკლდება იმ 1 არასწორის 0.2 და ნუ აბარებ ყოველ შემთხვევაში. რა შემთხვევაში ყოფნის 7-დან 7 რო შემოხაზო, რამდენი უნდა ქონდეს სწორი? 7-დან 5 აღარ ყოფნის უკვე, იმიტომ რომ 5 რო ქონდეს სწორი და 2 არასწორი, 4.6 გამოგდის. ანუ 7-დან მინიმუმ 6 უნდა ქონდეს სწორი. 8 ტესტი რო შემოხაზო, 8 ტესტიდანაც მინიმუმ 6 სწორი პასუხი გინდა რომ ჩააბარო. აი მოდი ჩამოვწერ ამ შემთხვევებს მე და მიხვდებით რატომაც ვწერ. და ის კითხვები დაუშვათ რამდენი შემოხაზვა ჯობია. მე აღარ გვექნება. 11 ტესტი რო შემოვხაზოთ, 11-დანაც მინიმუმ 6 უნდა გქონდეს სწორი რომ ჩავაბაროთ. აი 12 ტესტი რო შემოვხაზოთ, 12-დანაც მინიმუმ 6 სწორი პასუხი გვინდა. რომ გამოსდა ჩაბარებულად ჩაგვეთვალოს. ხო, აი რაც შეეხება 13 ტესტი შემოხაზვის შემთხვევაში, 13-დან მინიმუმ 7 უნდა გქონდეს სწორი რომ ჩავაბაროთ. 14-დან ასევე მინიმუმ 7 უნდა გქონდეს სწორი რომ ჩაბარებულად ჩაგეთვალოთ გამოცდა, 15-დანაც ასევე 7, 16-დანაც 7, 17-დანაც მინიმუმ 7, ნუ თუ მეტი გექნება ხო უკეთესი. 18-დანაც 7. კაი, აი მოდი მორჩები ამის დაწერას და აგიხსნით ახლა თქვენ თვითონაც მიხვდებით. აი 19-დან უკვე თუ ყველა შემოხაზე, ანუ 19-ვე 8 სწორი პასუხი გინდა მინიმუმ. ხო, ახლა რა ხდება აქ ნახეთ? ნუ მოდი ესე ორ კატეგორია დავუყოთ. ამ გამოცდაზე ხო ორი მიზანი შეიძლება გქონდეს თითოეულ აპლიკანტს. ან ლიჟბი, ესე ვთქვათ, ჩავაბაროთ, ან თავარია ჩავაბაროთ და გრანტი არ არის, ესე ვთქვათ,
აუცილებელი და მნიშვნელოვანი ჩემთვის და ნუ მეორე ვარიანტია რომ გრანტი უნდა და სხვა შემთხვევა არ განიხილება მისთვის. აი დაუშვათ ვისი მიზანიც არის უბრალოდ ზღვრული ქულის აღება და ჩაბარება. ამ შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი არის 18 ტესტის დატოვება, 18 ტესტის შემოხაზვა, ანუ ერთი ტესტის დატოვება და რატო? აი ნახეთ. თუ აი პირობითად ესეთ რაღაცას ვამბობ 19 ტესტიდან, აი დაუშვათ შენ მეუბნები ესეთ რამეს, რომ მე 19 ტესტიდან 4 დავტოვე და 15 შემოვხაზე. იმიტომ რომ იმ 4-ის ამოხსნა არ ვიცოდი ან ვერ მოვასწარი. აი მე გეტყვი რომ ცუდად მოიქეცი, ანუ უფრო გაირთულე საქმე ამით, კარგის ნაცვლად ცუდი გააკეთე შენთვის და რატო? იმიტომ რომ შენ თუ 15 ტესტი შემოხაზე, იმ 15-დან 7 უნდა გქონდეს მინიმუმ სწორი რომ ის მინიმალური ზღვრული ქულა აიღო. შენ რომ ამ 19-დან 4 არ დაგეტოვებინა, 1 დაგეტოვებინა მარტო და 18 შემოგეხაზა. ნახეთ 18-დანაც 7 გჭირდება სწორი პასუხი რომ ჩააბარო. ანუ რა გამოდის შენ თუ 15 ტესტი შემოხაზე და 3 ტესტი, 4 ტესტი დატოვე, იმ 4-დან 3 სულ ტყუილად დაგიტოვებია. იმიტომ რომ შენ 15 შემოხაზულიდან 7 სწორი პასუხი უნდა დაგეგროვებინა. შენ თუ 15-დან 7 სწორი დააგროვე, ხო, ის დანარჩენი 3 სულ არასწორი რო ქონოდა, მაინც აბარებდი. მაგრამ ის 15 ტესტი რაც შემოხაზა, იქედან 6 რო ქონოდა სწორი არ ყოფნის ჩასაბარებლად. და აი რაღაცო დატოვე ის 3 ტესტი მაშინ შემოგეხაზა. თუნდაც გარტყმით, იქნებ გაგერტყა, იმიტომ რომ 15-დან 6 თუ გაქვს სწორი, მაინც არ ყოფნის და აი უკვე დანარჩენი 3-დან 1 მაინც რო ქონოდა, უკვე ყოფნიდა ჩასაბარებლად. ნებისმიერ სხვა ვარიანტს ყოველთვის ჯობია ერთი ტესტის დატოვება. ნუ რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ თქვენ ერთ ტესტს დატოვებთ, აუცილებლად ჩააბარებთ, ხო? იმიტომ რაღაც ეგეთიც მომისმენია სადღაც კომენტარი შემხვდა ჯგუფში, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩემზე თქვეს კოტემ თქვა, რომ თუ ერთ ტესტს დატოვებ, ჩააბარებთო და რა თქმა უნდა, თუ დატოვებ ვერ ჩააბარებ, იქ მინიმუმ 7 სწორი პასუხი მაინც გინდა. ხო, ანუ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, აი ესეც ცივი გონებით რო შევხედოთ, სტრატეგიულად რო შევხედოთ. ხა მე შეიძლება როგორც მასწავლებელი არ უნდა გეუბნებოდეთ იმას, რომ აი მოდი ერთი დატოვე, გარტყმითაც ჯობია რომ შემოხაზო, მაგრამ ნუ ხა მასწავლებელი და მოსწავლის სტატუსები ხო აღარა გვაქვს, ცოტა დიდები ვართ მაგისთვის, მე უბრალოდ თქვენი მიზანი არის ჩაბარება, ჩემი მიზანი არის რომ ჩავაბაროთ, ხო, შესაბამისად სტრატეგიები აქ რაც არსებობს, ამ ყველაფერს გეტყვით, აი ხა დანიშნე უკვე თქვენზე იქნება დამოკიდებული იმას, გაითვალისწინებთ თუ არ გაითვალისწინებთ. ნუ რასაც გეტყვით, ცუც არ გეტყვით ყოველ შემთხვევაში. დამეჯერება ამ საქმეში. ხო, ანუ შევთანხმდით, რომ მათემატიკაში ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი თურმე, აი თუ კითხვას დაგისვამთ ვინმე როგორ ჯობია, ნუ პასუხეთ, რომ ერთის დატოვება ჯობია. მაგრამ ნუ ეს არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ჩააბარებს, ხო? თუმცა იზრდის ჩაბარების შანსი. კარგი, ზუსტად იგივე ამბავია ლოგიკაშიც, მაგრამ სანამ ლოგიკაზე გადავალ, მოდი მათემატიკაზე კიდე 1-2 სიტყვას ვიტყვი. მათემატიკის ტესტში ზოგადად, ნუ როგორც თქვით, ოპტიმალური ვარიანტი არის 1 თუ დატოვებ, დანარჩენი 18-დან 7 უნდა ქონდეს სწორი. ხო, ეხლა ეს 7 სწორი პასუხი რო დააგროვო იმ 18-დან, რამდენად შესაძლებელია ეს ყველაფერი, ან რამდენად რთულია, ან რამდენად მარტივია. ხო, ბუნებრივია, ეხლა რო ვთქვათ, რომ ძალიან მარტივია არა, მაგრამ თუ შევადარებთ, რომელი უფრო რთული კომპონენტია, ლოგიკა თუ მათემატიკა ჩასაბარებლად. თუნდაც ან მაღალი ქულის მისაღებად, თუ ჩემი აზრით, მაინც მათემატიკა უფრო მარტივია ვიდრე ლოგიკა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მათემატიკა არ გიყვარდეს და არ მოგწონდეს, ლოგიკა უფრო რთულია. ხო, შესაბამისად, ნუ იზამთ იმას, რომ თუ მათემატიკა არ გამოგდით, ბევრის გამსმენია, რომ ეხო ერთ კომპონენტში ჩაჭრის უფლება მაქვს, და სამის ჩაბარება ყოფნისა, მოდი ამ მათემატიკას მე მაინც ვერ ვისწავლი და არც ვიმეცადინებ ამ მათემატიკას და დანარჩენ კომპონენტებს დავუთმობ დროს, არასწორი მიდგომა ეს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ კი მეორებთ, თანაბარ პირობებში, აი ხო, თანაბარი დრო რო დავუთმოთ ლოგიკასაც და მათემატიკასაც, ხო? თანაბარი დროის განმავლობაში რო იმეცადინოთ, დამერწმუნდეთ მათემატიკის ჩაბარება უფრო გაგიმარტივდება ვიდრე ლოგიკის ნუ ასეთ სპეციფიკის ტესტია და იმიტომ. ასე რომ, ნუ ჩამოყრით ყურებს, ეს მათემატიკა არ არის დაუძლეველი და გადაულახავი ბარიერი, რა დონეზეც არ უნდა იცოდე, ხა აი რამდენი ხართ ამ შეხვედრაზე 37-ნი, ხო?
დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ვინც აქ ხართ, ყველას გაქვთ ის უნარები, რომ სწორად მეცადინეობის შემთხვევაში რა დონეზეც არ უნდა იცოდე ხა მათემატიკა. 9x7-ით შეიძლება გეშლებოდეს, ხო? ცუდია თუ გეშლება, მაგრამ შეიძლება არ გახსოვდეს გამრავლების ტაბულა, იმიტომ რომ კალკულატორებმა და ტელეფონებმა თავის იქნა და ცოტას ვფიქრობთ ხოლმე. შეიძლება არ გახსოვდეს, მაგრამ რო დაიწყო შენ დღეიდან მეცადინეობა და გამოცდებამდე სწორად იმეცადინეს კი არ ნიშნავს, რომ ყოველდღე 5 საათი ამას უნდა დავუთმო, არა? რაც კვირაში 2-ჯერ, 3-ჯერ შესაბამისი დრო რო დავუთმო და სწორად იმეცადინო, პრობლემას არ წარმოადგენს ამის შაბარება. ხო, აი 5-6 თვე ზოგადად, აი 6 თვე ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში არის მაქსიმალური პერიოდი, რა დროც შეიძლება უნარები აი ამ ტიპის გამოცდის მომზადებას დავუთმოთ. იმიტომ რომ იმ 6 თვეში, ოღონდ ეს 6 თვე უნდა იმეცადინოთ, ანუ ეს კი არ ნიშნავს, რომ 6 თვე დავუშვათ იარო მასწავლებელთან და აქედან მარტო ბოლო 2 თვე იმეცადინო, ან ბოლო 1 თვე და დაინჩენ ისე რა. არა, 6 თვე თუ ნორმალურად იმეცადინებთ, იმ 6 თვეში რა შედეგსაც დადებთ და რა შედეგსაც აიღებთ, ჩემი აზრით იგივე შედეგი იქნება თუ 1 წელი იმეცადინებდით. იმიტომ რომ არსებითად დიდი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში დროს არ აქვს. აქ იმდენი მასალაა სამაგისტრო უნარების ნაწილში, რომ 6 თვეში გავლადია ეგ ყველაფერი. შესაბამისად, ეხლა სწორად გამიგეთ, რასაც გეტყვით, ვისაც მათემატიკა უფრო უმარტივდება და იცის და უფრო შეხება აქვს მათემატიკასთან, იმისთვის უფრო მარტივია ეს ტესტი. ვინც ესე ვთქვათ, მათემატიკის ცოდნით დიდად ვერ გამოირჩევა და საამაყოდ არა აქვს მაქსფეროვის საქმე, უფრო ურთულდება ხოლმე. ნუ ეს გინდა არ გინდა ესეთი ხა შეგიძლია ცოტა უსამართლოდ ჩათვალოთ ეს ყველაფერი, მაგრამ რეალობა ესეთია. ანუ შეიძლება ვიღაცამ მხოლოდ 1 კვირა იმეცადინოს, ვიღაცამ შეიძლება 1 წელი იმეცადინოს და ვინც 1 კვირა იმეცადინა, იმან გაცილობით მაგარი შედეგები აიღოს, ვიდრე იმან ვინც 1 წელი იმეცადინებდა. ნუ რატო? იმიტომ რომ თავის დროზე მათემატიკა იმან კარგად ისწავლა და გინდა არ გინდა უნარების გამოცდა ისეთია, რომ ის მათემატიკურ ცოდნაზეა დამოკიდებული. ხო, შესაბამისად ეს მოლოდინებიც თავიდანვე გქონდეთ, შემთხვევითობა არ გეგონოთ, რომ ვიღაცამ უფრო კარგი ქულა აიღო, ვინც თქვენზე ნაკლებს მეცადინეობდა და შეიძლება საერთოდ არ მეცადინეობდა. არ ნიშნავს იმას, რომ დაიჩაგრეთ თქვენ არა. უბრალოდ იმას მათემატიკურმა აზროვნებამ უშველა ამ შემთხვევაში. ხო, ეხლა რატო ვამბობ ამდენს? აი მათემატიკაზე მაინც როგორც წესი ყოველთვის ბევრს საუბრობ, იმიტომ რომ თუ ვინმეს რაღაც ბარიერი გაქვთ მათემატიკასთან და არ გინდათ და გეზარებათ მათემატიკასთან ურთიერთობა და მეცადინეობა, მინდა რომ ეს ბარიერი გადაგალახინოთ რა, იმიტომ რომ რეალურად არ არის ეს გამოცდა ისეთი, რომ რაც არ უნდა ის სულ რო განმავლობის ტაბულა არ გახსოვდეს დღეს, შენ რო ხვალიდან დაიწყო მეცადინეობა, როგორც მინიმუმ იმდენს იზამ რომ ჩვიდად ჩააბარო ეს გამოცდა. ხო, ეხლა მეცადინეობის პროცესში როგორც გითხარით, ის ბოლო ეტაპია მე ვიდეოების მეშვეობით რო გითხარით, რომ აი დააპაუზეთ, თქვენ ამოხსენით, მოგსმინეთ. აი თავიდან რა თქმა უნდა თეორია უნდა გაიაროთ. უნდა იცოდეთ ცხადია წილადებზე, აწილადებზე მოქმედებები, ხო, ელემენტარული არითმეტიკული მოქმედებები, მათი რიგი, შესრულება მოქმედებების, ასე შემდეგ. ელემენტარული გეომეტრიული ფორმულები, როგორიც არის სამკუთხედის, ოთხკუთხედის, ფართობის, პერიმეტრის გამოსათვლელი სივრცითი ფიგურებიც, მოცულობა, ზედაპირის ფართობი, ესეთი რაღაცეები. უნდა იცოდეთ ერთუცნობიანი განტოლების ამოხსნა მარტივი ფორმით ისიც. უნდა იცოდეთ პროცენტების გამოყენება, პროცენტები, ნაწილები, პროპორცია. ანუ ეს ისეთი თემებია, ხა რაც ჩამოვთვალე მე, რომ ეს მარტო სამაგისტრო უნარებისთვის არ გამოგადგებათ. ცხოვრების რაღაც ეტაპზე სადღაც დაგჭირდებათ. თუნდაც სამსახურებში ხო, ბევრ სამსახურში ტესტები, უნარების ტესტების ჩაბარება უწევთ ხოლმე, სადაც გამოგადგებათ ეს, ანუ მხოლოდ უნარებისთვის არ ისწავლით ამ ყველაფერს თქვენ. ბოლო მეზობელმა რო გითხოთ, ოთახის ფართობი დამითვალეო, ხო, უნდა დაუთვალოთ რა. ნუ ისეთი ცოდნა შეიძენთ მათემატიკურს, რომელიც ყოველდღიურობას გაგიმარტივებთ რა, რაც ჩემი აზრით, ახლა შეიძლება სუბიექტური ვარ ამაში, მაგრამ ჩემი აზრით ეს ისეთ რაღაცას ისწავლით, რაც ისედაც უნდა იცოდეთ. ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული მათემატიკური ცოდნა, ეს არის ისეთი, რაც ჩემი აზრით იმისათვის, რომ უფრო მარტივი იყოს ცხოვრება, უნდა იცოდეს ყველა. ხო, ამ კუთხით შეხედეთ რა, ორ კურდღელს დაიჭერთ ერთდროულად თან გამოცდებისთვისაც მომზადებით და თან ისეთ მათემატიკურ ცოდნა შეიძენთ, რომელიც ასე თუ ისე გაგიმარტივებთ ყოველდღიურობას. ხო, ეხლა ლოგიკას რა შეეხება?
ლოგიკაშიც, ბუნებრივია თავიდან ცხადია თეორიებით უნდა დაიწყოთ. არ არის აქ ბევრი მათემატიკაზე უფრო ნაკლებია თეორიული მასალა, მაგრამ არის აუცილებელი თეორიული მასალები, რომელიც უნდა იცოდეთ. ზოგადად ლოგიკაში მეცადინეობა რას გულისხმობს? ლოგიკაში მეცადინეობა გულისხმობს ტესტთან მუშაობის სწავლას და ამოხსნის ტექნიკების სწავლას და არა ლოგიკური აზროვნების, ხო ცხადია, ხო ლოგიკურ აზროვნებას ვერავის ვერ ასწავლის. უბრალოდ რა ან ზოგს ესეც სწორად გამიგეთ ზოგს ცოტა ლეველზე აქვს ეს ლოგიკური აზროვნება განვითარებული ზოგს ნაკლებზე ისევ და ისევ მათემატიკასთან მიბმულია ესეც რა გვინდა არ გვინდა ფაქტი ჯიუტია და ესე უნდა შევხედოთ მაგრამ არის ლოგიკაში ტექნიკები რა ტექნიკებსაც უნდა ფლობდეთ ეს გულისხმობს ლოგიკაში მეცადინეობას რომ თქვენ რაღაც სავარჯიშო რო შეგხვდებათ გამოცდაზე უნდა იცოდეთ რომ ეს სავარჯიშო იხსნება ესე და ესე აი რაღაც ამ მეთოდებით მე ვიცი ეს როგორც უნდა ამოიხსნას არის იქ უამრავი მეთოდი ეს გამორიცხვის მეთოდი იქნება და ასე შემდეგ რა მოკლედ ეს მეთოდები უნდა იცოდეთ რა თქმა უნდა თეორია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის პირობითი წინადადებები. პირობითი წინადადებები, რომელზეც ამ ბოლო 6 ამოცანა მთლიანად ამ პირობითი წინადადებების ცოდნაზე იქნება აგებული. არ ვიცი ტესტი გაქვთ თუ არა ნანახი. გულისხმობ ბოლო 6 კომპლექსურ ამოცანას, სადაც მოდი ბარემ ერთ-ერთ ტესტს გავხსნი და განახებთ, რასაც საუბრობ. ერთი წუთით და მიდასტურეთ, ხო, გაზიარებულია თქვენთან ეკრანი, ჩანს ხო ეს? დიახ. ძალიან კარგი. ხო, ან ბოლო 6 ტესტი ეს ხა ცოტა ძველი გავხსენი 2019-ია, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა, იგივე პრინციპის არის. ეხლაც. ანუ დაწყებული მე-12-დან სულ 17 ტესტია ლოგიკაში. მე-12, მე-13, მე-14 ეს არის ერთ პირობაზე დაყრდნობით არის 3 შეკითხვა. კომპლექსური ტესტია და ასევეა მე-15, მე-16, მე-17-ც. აი, აქ თუ პირობითი წინადადებები არ გვაქვს ჩვენ გააზრებული, კარგად არ ვიცით მისი სხვადასხვა პრაქტიკული გამოყენება, ცოტა გაგიჭირდებათ ამის გაკეთება. ხო, ამიტომ თეორიაში ეს უნდა ვიცოდეთ. ყველაზე მეტი დრო ალბათ პირობით წინადადებებს უნდა დაუთმოთ, რომლის გაკვეთილებიც მიდევს დაუშვათ თუ ვერ ახერხებთ თქვენ კერძო მასწავლებელთან მეცადინეობას და დამოუკიდებლადაც გაგიჭირდათ ამის გააზრება. YouTube-ზეც მიდევს სადღაც ჯგუფებში თუნდაც სადაც ამ ვებინარის შესახებ პოსტი ნახეთ, იმ ჯგუფშიც რომ მოძებნოთ დევს. ძალიან ბევრი მასალა. და შეგიძლიათ ეს ყველაფერი გამოიყენოთ. ხო, რაც შეეხება ტექნიკებს და მიდგომებს, აი გულისხმობ როგორ რაღაცას, იცით? აი ძალიან დიდი ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ შენ რამდენად სწორად მიუდგები ამა თუ იმ ტესტს. აი რას გულისხმობ? მაგალითად გვაქვს ესეთი მუნიციპალური ფონდი ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს, სულ წარდგენილია 8 პროექტი, რომელთაგანაც ფონდი დააფინანსებს ზუსტად 4-ს. პროექტების შერჩევისას დაცული იქნება შემდეგი პირობები და ჩამოთვლილია პირობები. IDAIF პროექტებიდან მხოლოდ ერთი დაფინანსდება, თუ დაფინანსდება A, მაშინ არ დაფინანსდება B, თუ დაფინანსდება D, მაშინ არ დაფინანსდება F, თუ არ დაფინანსდება B, მაშინ დაფინანსდება D. ჩამოთვლთაგან რომელიც შეიძლება იყოს ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების სია. ხო, როგორც გითხარით, ამას 3 შეკითხვა აქვს და პირველი შეკითხვა არის ხოლმე ყოველთვის ესეთი ზოგადი. რომელიც გეკითხება ჩამოთვლილი პირობებიდან რომელი განლაგებაა შესაძლებელი. ესეთი ფორმის შეკითხვაა ხოლმე პირველი ყოველთვის. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ესეთი შეკითხვები უნდა გავაკეთოთ გამორიცხვის მეთოდით. ეს ყველა ტესტში ესეა 20, 21, 22, 23, 24 წლის, მათ შორის 19 წლის ტესტშიც. გამორიცხვით რას გულისხმობ? აი IDAIF პროექტებიდან მხოლოდ ერთი დაფინანსდება, გეპასუხს გამორიცხავ, რო ჩახედავ პასუხებს, იმიტომ რომ აქ X წერია და F წერია, არ შეიძლება ეს სწორი იყოს პირობას ეწინააღმდეგება. თუ დაფინანსდება A, მაშინ არ დაფინანსდება B. ამით A და B პასუხები გამოირიცხება, იმიტომ რომ აქ X არის, B არის, არ შეიძლება ეს სწორი იყოს. თუ დაფინანსდება D, მაშინ არ დაფინანსდება F. ამით პასუხი გამოირიცხა, იმიტომ რომ D და F ერთად არ შეიძლება იყოს. და დაგრჩება D პასუხი სწორი. ეხლა ბუნებრივია მარტივია ეს ტესტი და ეხლა ცოტა რთულები არის, მაგრამ მეთოდი იგივეა, თუნდაც
რაც იყო 2024 წლის ტესტში. ანუ ამით რისი თქმა მინდა, რომ შენ თუ არ იცი, რომ მე-15 ტესტი ესე უნდა გაკეთდეს გამორიცხვის მეთოდით. მაშინ შეიძლება დაიწყო აქ რაღაც კომბინაციების მოძებნა ამ პირობების მიხედვით. IDF პროექტებიდან მხოლოდ ერთი დაფინანსდება და შენ შეიძლება თქვა, რომ შეიძლება I დაფინანსდა. ან მეორე ვარიანტი განიხილო, რომ იქნებ F დაფინანსდა. მეორე პირობას წაიკითხავ თუ დაფინანსდება მაშინ არა B და აქაც რაღაც ვარიანტები უნდა ჩამოწერო, რომელიც ძალიან დიდ დროს წაგართმევ და შეიძლება ვერც გახვიდე სწორპასუხამდე. და მეორე მხრივ ესე მარტივად გამორიცხვის მეთოდითაც შეიძლება თურმე რო გაკეთდეს. აი ეს მიდგომები უნდა იცოდეთ. უნარებში მეცადინეობა გულის ლოგიკურ ნაწილში მეცადინეობა გულისხმობს იმ თეორიას ბუნებრივია რაც არის არც თუ ისე ბევრი იმ თეორიის კარგად გააზრებას პლუს აი ესეთი ტექნიკების სწავლა სხვადასხვა ტესტებთან მიმართებაში. აი დაუშვათ უნდა ვიცოდეთ ჩვენ რომ ესე გამორიცხვის მეთოდი შეგიძლია გამოიყენო ყოველთვის მე-15 და მე-12 ნომერ ტესტებზე. აი აქაც დაუშვათ ეს მე-12 და მე-15 არის ამ კომპლექსური ამოცანების პირველი შეკითხვები, სადაც ყოველთვის შეკითხვა არის აი ზოგადად რო გითხრათ ესეთი ფორმულირების. აი ზემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით ჩამოთვლილი ვარიანტებიდან რომელია შესაძლებელი. სულ ესეთი შეკითხვა არის. და ზოგადად როდესაც გვეკითხებიან რომელია შესაძლებელი ამ ტიპის ტესტებში, ყოველთვის ჯობია მოძებნო ისეთი პასუხი, რომელიც შეუძლებელია. ანუ რასაც გამორიცხვის მეთოდი ქვია, ხო, რასაც ვაკეთებდით. ანუ სწორ პასუხს კი არ ეძებ, აქ ეძებ არასწორ პასუხს. და არასწორი პასუხების მოძებნით მიდიხარ სწორ პასუხამდე, ხო, ესე ვთქვათ, ესეთი ალგორითმი უკეთესია, რო გამოიყენო ამ ტიპის ტესტებში. ხო, აი ეს თავიდან ბოლომდე პრაქტიკული ნაწილია. ეს პრაქტიკა კარგად უნდა გქონდეთ გათავისებული. ეს ახლა 2019 წლის ტესტი იყო და მარტივია ბუნებრივია 2023-24 გაცილებით რთულია, თუმცა ეხლა რაც გითხარით მე-12 მე-15 ნომრები. ზუსტად იგივე მეთოდით კეთდება. შეიძლება იქ უფრო მეტი პირობა იყოს, მაგრამ გამორიცხვის არანაირი ჩანაწერის გაკეთება არ სჭირდება. უბრალოდ მიყვები პირობებს და შეუსაბამო პასუხებს გამორიცხავ. ეს შეგიძლიათ შეხვედრა რო დასრულდება და არც უნდა თქვენ თვითონაც და ნახოთ. 2020 წლიდან ზემოთ რაც იყო. ნუ რატო ვახსენებ 2020 წელს, იმიტომ რომ 2020-დან როგორც გითხარით, შეიცვალა გამოცდის სტრუქტურა და 2020-დან როგორი სტრუქტურის ტესტებიც არის, იგივე სტრუქტურის ტესტებსაც უნდა ველოდოთ ეხაც. ყოველ შემთხვევაში ჯერ არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, რომ რაიმე ცვლილებას აპირებენ ამ სამაგისტროს. რამე ცვლილებას რო აპირებდნენ, უკვე იქნებოდა ეს ინფორმაცია ცნობილი, ასე რომ რადგან არაფერი არ თქვეს, ნიშნავს, რომ უნდა ველოდოთ ისეთ ტესტებს, როგორც იყო 24-23-ში და ასე შემდეგ. ხო, ანუ ლოგიკაში საბოლოოდ რო ვთქვათ, თეორია პირველ რიგში ბუნებრივია, ის მცირედ თეორია, რაც აუცილებელია და იმ თეორიულ ნაწილში ბევრი რაღაც ფორმულებამდე დაიყვანება. ნუ ხა ზოგადად საუბრობ კონკრეტულად, ცოტა გაგვიგრძელდება შეხვედრა ყველაფერს რო შევეხო. მაგრამ ნუ ზოგადად გეტყვით, რომ ბევრი რაღაც ფორმულებამდე დაიყვანება, მაგრამ მე არ გირჩევთ, რომ ფორმულები დაიზეპიროთ. ზოგადად დაზეპირებულ ცოდნას ლოგიკაში და მათემატიკაშიც დიდი ალბათობით გამოცდაზე ვერ გამოიყენებთ. იმიტომ რომ ოდნავ პირობაც ან სტრუქტურაც რო შეიცვალოს ტესტში, უკვე ის დაზეპირებული აღარ გამოგადგება. შენ უნდა გაიაზროთ აუცილებლად. არანაირ სირთულეს ისეც განსაკუთრებულს ახლა შეიძლება მარტივი არ არის ძალიან, მაგრამ ის განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს ამ თეორიის, იმ თეორიის, იმ დონის თეორიის გააზრება, რა დონის თეორიას გჭირდება ამ ტიპის გამოცდისთვის, ასე რომ უპირველესად მე გირჩევთ, რომ ის თეორია, რაც გჭირდებათ, გაიაზროთ. რა დროს გჭირდებათ, ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე იქნება თუ რა დროც იქნება და მერე დაიწყოთ ტესტებზე მუშაობა. ხო, შემდეგი კომპონენტი, ნუ აქაც გეტყვით ლოგიკაშიც ბარიერი არის. სულ 17 ტესტი გხვდებათ და 5.2 მიეთედია ბარიერი. ნუ როგორც მათემატიკაში აქაც არასწორ ტესტზე 0.2 მიეთედი კულა გაკლდებათ. და თუ 17-დან ყველას შემოხაზავ, 17-დან 7 სწორი პასუხი არ ყოფნის. 7 რო სწორი კონდეს და დანარჩენი 10 არასწორი, 5 კულა გამოგდის. მინიმუმ 8 სწორი პასუხი უნდა კონდეს, მაგრამ როგორც მათემატიკაში აქაც თუ ერთ ტესტს დატოვებ და არ შემოხაზავ, და ანუ 16 შემოხაზავ და ერთად დატოვებ, უკვე 16-დან 7 სწორი პასუხი ყოფნის. აღარ ჩავუღრმავდები იმას ახლა უფრო დეტალურად, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია ჩემი აზრით ჯერ ცოტა ადრეა თქვენთვის.
ჯერ უნდა გააკეთოთ ის რაც თქვენ გასაკეთებელია, უნდა იმეცადინოთ და გამოცდების წინა პერიოდში უამრავი შეხვედრა მაქვს ხოლმე ამაზე მე და მაგას ბევრჯერ გავიმეორებ, რაც ეხლა ვთქვი სტრატეგიებთან დაკავშირებით. იქამდე ეს ინფორმაცია უბრალოდ იცოდეთ, თორე გამოუსადეგარი იქნება თქვენთვის. კარგი, შემდეგი კომპონენტი არის წაკითხulis გააზრება. წაკითხulis გააზრება ლოგიკასთან და მათემატიკასთან შედარებით უფრო მარტივი კომპონენტია. წაკითხulis გააზრებაში არანაირი ფაქტობრივი ცოდნა არ გჭირდებათ. მაგრამ ყველაზე ხშირად აქვეშებენ ხოლმე შეცდომას, რომ აი დავუშვათ ლოგიკასა და მათემატიკაში ხო გჭირდებათ რაღაც მეთოდების ცოდნა, ფორმულების ცოდნა. წაკითხulis გააზრებაში რა თქმა უნდა არანაირი ფორმულა, არანაირი ზოგადი ფაქტობრივი ცოდნა არ გჭირდებათ. გაქვს ტექსტი მოცემული იქ, რომელსაც გეტყვით რომ 3 ტექსტია. თითოეულ ტექსტს აქვს 7 შეკითხვა და დრო გაქვთ 75 წუთი. ლოგიკაში 70 წუთია დრო არ მithქვამს ამ დროებზე და მათემატიკაში 75 წუთი. წაკითხulis გააზრებაში 75, 3 ტექსტი. თითოეულ 7 შეკითხვით. ხო, ეხლა ამ წაკითხulis გააზრებაში, რადგან შენ არანაირი ფაქტობრივი ცოდნა და ზოგადი ცოდნა არ გჭირდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეცადინეობა და დრო არ უნდა დაუთმოთ ამას. წაკითხulis გააზრება ისეთი კომპონენტია, ისეთი სპეციფიკისაა, რომ პრაქტიკა, აი რაც უფრო მეტი პრაქტიკა გექნება, უფრო გაიუმჯობესებ ქულას. რაც უფრო მეც გააკეთებ, უკეთეს შედეგს დადებ. იგივეს ვერ ვიტყვი ლოგიკაზე და მათემატიკაზე, იმიტომ რომ ლოგიკაში ხა შენ რაც არ უნდა ბევრი აკეთო ან მათემატიკაში თუ შესაბამის თეორია არ იცი, მაშინ იქ ტესტების კეთებას რა აზრი აქვს შენ თუ თეორია არ იცი, ხო? მაგრამ წაკითხulis გააზრებაში რაც უფრო მეც გააკეთებ, უფრო უკეთეს და უკეთეს შედეგებს დადებ, იმიტომ რომ ზოგადად წაკითხulis გააზრების სტრუქტურა არ იცვლება. შეიძლება იცვლება ტექსტების შინაარსი, მაგრამ არ იცვლება ამ ტექსტის პრინციპი, აგებულება, მიზანი, ესე ვთქვათ, დასაწყისი როგორ ვითარდება, შეკითხვების შეკითხვების პრინციპი. ესენი არ იცვლება როგორც წესი. და შენ როცა დაუშვათ პირობითად 10 ჯერ გააკეთებ ამ წაკითხulis გააზრებას, რაღაც ესე ვთქვათ, მუღამს დაუჯერ შენ თვითონაც რა. აი ესეთ შეკითხვა რო შეგხვდეს, აი ამას როგორ უნდა უპასუხო. და ასე შემდეგ ძალიან ბევრ მეთოდს აღმოვაჩენთ თქვენ თვითონ დამოუკიდებლად პრაქტიკის დროს. ეს შესაბამისად უფრო გაგიმარტივდებათ ამ კომპონენტის დაწლევა. არის, ну, რა თქმა უნდა, რჩევები, ტექნიკური ხასიათის რჩევები, რაც შეიძლება ვთქვათ, აი მაგალითად ერთ-ერთი შეგვიძლია მიზანზე გავამახვილოთ ყურადღება. სამივე ტექსტს პირველი შეკითხვა აქვს ხოლმე, რა არის ავტორის მიზანი. ან რა არის ტექსტის მიზანი. ну, მოკლედ მიზანს გვეკითხებიან. და ეს არის ყოველთვის პირველი შეკითხვები. აი ტექსტ 3 ტექსტია, ხო, როგორც ვთქვით და სამივე ტექსტის პირველი შეკითხვა არის მიზანი. ხო, ну, აქ ესეც ინდივიდუალური ხო ვიღაცას ესე ურჩევნე, ვიღაცას ისე, მაგრამ ალბათ ჩემი აზრით ყველაზე ოპტიმალურია და მე ურჩევ ხოლმე, რომ ეს შეკითხვა თავიდან გამოტოვონ. და გააკეთონ დანარჩენი 6 შეკითხვას უპასუხონ, იმიტომ რომ შენ შეკითხვებს რო პასუხობ, გინდა არ გინდა უბრუნდები იმ ტექსტს, თავიდანაც გადაიკითხავ რაღაც, უკეთესად გაიაზრებ, ხო? და თავიდან ტექსტს რო ერთხელ წაიკითხავ, მიზანს რო იგრევე მიხვდე, ცოტა რთული ამბავია. შეიძლება ვერ მიხვდე, იმიტომ რომ იქ პასუხები ძალიან გავს ერთმანეთს. და შეიძლება ნუ ვერ გაარჩიო რაღაც ორ სამ პასუხს შორის ვერ გააკეთო არჩევანი, იმიტომ რომ ძალიან გავდეს ერთმანეთს, მაგრამ შენ როცა ამ შეკითხვას გამოტოვებ, გააკეთებ დანარჩენ 6 შეკითხვას ამ ტექსტიდან. ტექსტი უკვე უფრო გააზრებული გექნება. შენ და ბოლოს რომ მიუბრუნდე და უპასუხო მიზანს, ალბათ უფრო რაციონალური გადაწყვეტილება იქნება, იმიტომ რომ შენ რო ტექსტის მიზანი გაიგო, ეს ტექსტი ამ ტექსტის მთლიანობა უნდა კონდეს გააზრებული და ესე უფრო გააზრებული გექნება, როცა სხვა შეკითხვებს უპასუხებ ჯერ და ბოლოს მიზანს. ხო, არის კიდევ რა ესეთი რაღაც ნიუანსები უამრავი. ცოტა ვაჭარბობ, ეხლა მაგდანიც არ არის, მაგრამ ნუ არის რა არაერთი ესეთი ნიუანსი, რომელიც შეიძლება გამოგადგეს, შეიძლება არც გამოგადგეს. ეს ძალიან ინდივიდუალური რამეა წაკითხulis გააზრება. მე ზოგადად როცა კურსებს ვატარებ, წაკითხulis გააზრებას ყველაზე ნაკლებ დროს უთმობ. ყველაზე ნაკლებ დროს, იმიტომ რომ აი მე იმის იქე ცოტა უძლური ვარ ამ წაკითხulis გააზრებაში. მე შემიძლია გითხრათ მიდგომა, როგორ წაიკითხოთ, როგორ გააკეთოთ, ესეთ ნიუანსები რას მიაქციოთ ყურადღება, მე დანარჩენი შეუძლებელია, რა თითქმის შეუძლებელია, რომ ვიღაცამ წაკითხulis გააზრება გასწავლოს შენ.
შენ თუ გეცოდინება მეთოდები, დანარჩენი უკვე შენ თავზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეც გააკეთებ, აი მაგის გარანტია შეიძლება შემიძლია მოგცეთ. რაც უფრო მეც გააკეთებ, უკეთეს და უკეთეს შედეგს მიიღებ. და შესაბამისად არ უთმობ ხოლმე განსაკუთრებულ დროს ამ წაკითხulis გააზრებას, მარტო ამ რჩევებს ვაძლევ და დანარჩენს უკვე თვითონ აკეთებენ. რა თქმა უნდა, ის დრო უმჯობესია ლოგიკას და მათემატიკას დაეთმოს, იქ გაცილებით მეტი სწავლა შეგვიძლია. და გვაქვს ანალიტიკური წერა. ანალიტიკური წერა ანალიტიკურ წერაშიც, არ არის რაღაც რთული ამბავის ანალიტიკური წერა. ორი თემის დაწერა გიწევთ. ერთი არის თემა მოცემულ საკითხზე, ეს არის იგივე არგუმენტირებული ესე. აი რაც ყველასთვის ცნობილია ხო აბიტურიენტობისას ქართულის გამოცდაზე რაც წერეთ, არგუმენტირებული ესე ზუსტად იგივე ტიპის ესე უნდა დაწეროთ. იქნება რაღაც თეზისი და დაახმებიან არ დაითანხმებიან ეს. მეორე არის მსჯელობის ანალიზი. ხო ეს ამ ტიპის ტექსტი შეიძლება არ იცოდეთ ამ ტიპის თემა როგორი წერება, მაგრამ ეს უფრო მარტივია. დაგამშვიდებ და გეტყვით, რომ არგუმენტირებულ ესეზე უფრო მარტივი, ძალიან შაბლონური თემაა. შაბლონური რა კუთხით, შენ შეგიძლია წინასწარ 4-5 ჯერ რო დაწერე ამ ტიპის თემას, უკვე წინასწარ იმდენად დაუჭერ მუხამს ამას, უკვე მიხვდები რა უნდა დაიწეროს. მოკლედ რო ვთქვათ, არის ნახევარ გვერდიანი ალბათ პატარა მოცულობის ტექსტი და ამ ტექსტზე გექნება აუცილებლად მითითება, რომ კრიტიკულად შეაფასეთ რაღაცა ისა და ის გადაწყვეტილება. ანა ხარ? ოკარი წეგან თვალი. კიკოტე აქ ვარ. ანა ფილოლოგია. გაიცანით, დაგვეხმარება ხოლმე. მოგესალმებით. ხო, წინასწარ არ მithქვამ შენთვის არ გელოდებოდი ამ შეხვედრაზე. თუ გინდა 1-2 სიტყვით უთხარი შენ. თუ გინდა მოვიტყვი რავი როგორც თუ არა იყოს შენ თქვი. ვიტყვი მაშინ. მოკლედ არგუმენტირებულ ესეზე ალბათ ბევრი ახსნა ჩემგან არ გჭირდებათ. ყოველ შემთხვევაში ხა როცა ვიწყებ ამ კურსებს და ვატარებთ გაკვეთილებს იქ ბუნებრივია დეტალურად ხსნით, უბრალოდ ეხა ძალიან შორს წაგვიყვანს ეს. და ჩემი აზრითაც არ ამგონი ეხა განსაკუთრებული გახსენება გჭირდებოდეთ ამ არგუმენტირებულ ესეზე. იცით სტრუქტურა, გააქვს რაღაც თეზისი მოცემული, ეთანხმებიან არ ეთანხმები და შენი არგუმენტებით ამ მსჯელობით განამტკიცებ იმ შენ პოზიციას. აქვს რაღაც თავის სტრუქტურა, რა სტრუქტურითაც უნდა დაიწეროს. იცით ეს ყველაფერი თქვენ. ხო, მეორე, როგორც გითხარით, მსჯელობის, უბრალოდ მსჯელობის ანალიზი, ხო, ეს მსჯელობის ანალიზი არის, აი მაგალითად. განახეთ, თუ არ იცით. ახლავე გაგიზიარებთ ეკრანს. ვისაც არ აქვს ინფორმაცია ამ თემაზე, მაგრამ განახებთ, რომ ამაზე წარმოდგენა გქონდეთ. აი მსჯელობის ანალიზი. აი ამ ზომის ტექსტებია ხოლმე მოცემული, წავიკითხოთ ეს ტექსტი, მწერალი, რომელიც თანამედროვეობის აქტუალურ თემებს ეწერს რომანებს, დიდი წარმატებით სარგებლობს. მის რომანებს გამოსცემენ ცნობილი გამომცემლები, ისინი ითარგმნება სხვადასხვა ენაზე და დიდი ტირაჟით იყიდება. ბოლო დროს მწერალი ისტორიული ჟანრით დაინტერესდა, მან გადაწყვიტა ისტორიული რომანის დაწერა 3 ტომად. პირველი ტომი გამოაქვეყნა დამწყებმა ნაკლებად ცნობილმა გამომცემლობამ, რომელიც იმედოვნებდა, რომ ცნობილი მწერლის 3 ტომეულის გამოცემით საგამომცემლო ბიზნესში საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებდა. 2 თვის შემდეგ გამომცემლობამ აღმოაჩინა, რომ რომანის პირველი ტომის გაყიდვის მაჩვენებელი წერლის ადრე გამოცემული წიგნების გაყიდვის მონაცემებთან შედარებით ნაკლებია. გამომცემლობა მიიჩნია, რომ მწერალი შემოქმედებით კრიზისშია და უარი თქვა მასთან სამომავლო თანამშრომლობაზე. ხო, მოკლედ რაღაც ტექსტია მოცემული და მითითება გვაქვს. რაც უნდა გავაკეთოთ, კრიტიკულად შეაფასეთ გამომცემელთა გადაწყვეტილება იმშალად, რა შეიძლება ყოფილიყო წიგნის გაყიდვის მაჩვენებლის შემცირების მიზეზი. და ჩვენ რაც მთავარია, აქ ამ ტექსტს არ უნდა გავცდეთ. ჩვენ თუ არგუმენტირებულ ესეში გვჭირდება მაგალითების და მაგალითების მოყვანა, ხო, თუნდაც ეს წიგნებიდან, ფილმებიდან თუ ასე შემდეგ, აი ამ შემთხვევაში, აი ამ თემაზე, მსჯელობის ანალიზში, ამ ტექსტს არ უნდა გავხსნათ, არანაირი მაგალითი არ უნდა მოვიყვანოთ. და აქ უნდა მოვერიდოთ ზოგადად ჩვენი სუბიექტური აზრის დაფიქსირებას. იმიტომ რომ
ამ ტიპის თემის დაწერა სუბიექტური აზრი საერთოდ არ სჭირდება, ყველაფერი ობიექტური ჭეშმარიტება, ვინც ამ ტექსტს წაიკითხავს, ყველა ერთ და იგივე აზრს გამოიტანს. აი კრიტიკულად შეაფასეთ. ეხლა ჩვენ ვეძებთ მიზეს. აი რამ შეიძლება გამოიწვია აი ეს ყველაფერი რაც ამ ტექსტშია. და ნუ უბრალოდ ეძებ ამ მიზეზებ ამ ტექსტში. აი მაგალითად ერთ-ერთი ლოგიკური მიზეზი რაც შეიძლება ამისა იყოს, არის ის რომ ნაკლებად ცნობილმა გამომცემლობამ დაბეჭდა ამ წერლის წიგნი. და ამაზე იმსჯელებდა იტყვი რომ შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომაც ვერ გაამართლა ამ პროექტმა არა მწერლის შემოქმედებითი კრიზისი, არამედ ის არის რომ ნაკლებად ცნობილმა გამომცემლობამ გამოქვეყნა და ამას შეიძლება გარკვეული გავლენა იქონია. ზოგადად აი ამ ტიპის მსჯელობას აწარმოება ყოველთვის. იდეალური ვარიანტია მოძებნ 4 არგუმენტი, 4 კომპონენტი, რა 4 კომპონენტი, სადაც გააკრიტიკებ და კრიტიკულად შეეფასებ იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება ამ ტექსტში მოცემული. როგორც გითხარით, აქვს ამას თავის შაბლონი, რომელსაც ანუ სხვა შეხვედრებზე უფრო დეტალურად გავარჩევთ. დამერწმუნეთ, რომ ძალიან მარტივია. აი ასეთ ტიპის თემა, ну ძალიან მარტივი, გულისხმობ შედარებით ლოგიკას და მათემატიკას თუ შევადარებთ, ხო? და ზოგადად მეცადინეობის დროს ანალიტიკურ წერასაც ალბათ მაქსიმუმ 2 თვე ნახევარი, 2 თვე უნდა დაუთმოთ. მეტი არ სჭირდება, რა იმ 2 თვეში შენ შეგიძლია იმდენად კარგად დახვეწო და დაამუშავო ამ ტიპის თემები, რომ მაქსიმალური შედეგებიც აიღო. წაკითხulis გააზრებასაც ალბათ აი 2 თვე საკმარისი დროა იმისთვის, რომ წარმოდგენა შეგექმნას კი არა და კარგად მოემზადო ამ ტიპის ამ კომპონენტისთვის. ხოლო აი ლოგიკა და მათემატიკა შედარებით რთული კომპონენტებია, რომელსაც უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოთ. და ნუ როგორც გითხარით, ხო 5-6 თვე არის მაქსიმალური პერიოდი, ნუ ჩემი აზრით, ალბათ არ ვცდები. 5-6 თვე არის მაქსიმალური პერიოდი, რა დროც შეიძლება დაუთმო ამ ტიპის გამოცდის მომზადებას, უფრო მეტი რო დაუთმო, უბრალოდ დიდად კი არა შეიძლება საერთოდ არ შეგიცვალოთ შედეგი ამან. ბევრი ფაქტორია ეხლა, როდესაც გამოცდაზე გადიხართ, შეიძლება ძალიან კარგადაც მოემზადო და ის წინა მოსამზადებელი პერიოდი კარგად გაიარო, შენს კმაყოფილი იყო, მაგრამ აი გამოცდაზე ისეთი რაღაც დაგემართოს, ინერვიულო, ამისგან დაზღვეული არავინ არ არის, ხო? ან პირობითაც თუ რაღაც ვერ ჩააბარე ეს გამოცდა ერთხელ ან შეიძლება მეორეჯერ გადიხარს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ არ გაქვს იმის უნარები, რომ ეს გამოცდა ჩააბარო და ამ დონეზე არ ხარ მზად, საერთოდ არ ნიშნავს მაგას. იმიტომ რომ გამოცდას აქ ისეთი სპეციფიკა აქვს, თან მით უმეტეს ლოგიკას და მათემატიკას ვამბობ ხაზგასმით, ამას ისეთი სპეციფიკა აქვს, რომ ოდნავ ერთხელ მაინც თუ რაღაც შენ შეგეშალა, რაღაც ანერვიულდი იქ დროში შეზღუდული ხარ, ხო? მათემატიკის ტესტი მე თუ მკითხავთ ის 19 ან თუნდაც ლოგიკის ტესტი 17 ამოცანაში 5 საათი რომ მოგცენ დრო, შეიძლება ყველა გააკეთო მანდედან. მაგრამ ლიმიტირებულია დრო, ხო 70 წუთი საკმაოდ ცოტა არის იმ დონის ტესტებისთვის, რა დონის ტესტებიც იქ მოდის. ნუ შესაბამისად, მხოლოდ ის რომ სწორად ამოხსნა არ არის საკმარისი ამ გამოცდის ჩაბარებისთვის. უნდა ამოხსნა სწორად, რაც შეიძლება მცირე დროში. შესაბამისად, აი ეს მომენტი საგრძნობლად ხელი შემშლელია ხოლმე. განსაკუთრებით თავიდან თუ პირველი მეორე ტესტი ისეთი შეგხვდათ, რომელიც ვერ გააკეთეთ, ზოგჯერ თუ ეხა გაჩნია როგორი ადამიანი ხარ, თუ ნერვიული ხარ და შეგიძლია მარტივად აყვე ნერვებს, შეიძლება მთლიანი გამოცდაზე უარყოფითად აისახოს ეს ყველაფერი. არ ნიშნავს თანმიმდევრობა სირთულეს, ან სირთულე ქრონოლოგიურად თანმიმდევრობას არ ემთხვევა არანაირად. ანუ ის რომ მეორე ტესტი უფრო მარტივი უნდა იყოს ვიდრე მე-7, ესე არ არის. აი ამ შეცდომასაც უშვებენ ხოლმე. აი რატო ახსენ რომ პირველი მეორე თუ ვერ გააკეთეს, გონიათ რომ იქეთ უფრო საშინელებად ახდებათ. არა ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება მეათე ტესტი იმდენად მარტივი იყოს, რომ რაღაც 1 წუთში გააკეთო, როცა პირველი ტესტი შეიძლება ვერ ამოხსნა 10 წუთის ფიქრის შემდეგ. ხო, ნუ ეს ყველაფერი სტრატეგიებია და სწორად მიდგომა არის ამ ტესტზე, რომელსაც პრაქტიკა სჭირდება.
ეს ერთ-ერთი აუცილებელია ჩემი აზრით, აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ეს გამოცდა წარმატებით ჩააბაროთ. ანუ გამოცდილება გჭირდებათ, პირველად გამოცდაზე არ უნდა გააკეთო არაფერი ზოგადად. იქამდე რაც არ გაგიკეთებია, ესეთი რამ გამოცდაზე არ უნდა ქნა. ასე რომ იმხელა გამოცდილება უნდა მიიღოთ გამოცდებამდე, მხოლოდ თეორიის სწავლა და პრაქტიკა, ანუ ამოცანების გაკეთება არ არის საკმარისი სასურველი შედეგის მისაღწევად. აი იმიტირებული ტესტებიც უნდა დაწეროთ. ზუსტად ისეთი საგამოცდო გარემო უნდა მოიწყოთ, როგორც იმ გამოცდაზე დაგხვდებათ. და აუცილებლად ლიმიტირებულ დროში ის დრო უნდა დაინიშნოთ, იმ დროში უნდა წეროთ. მე მექნება წინა წელსაც და შარშან წინაც მქონდა რა ქვია, იმიტირებული გამოცდები სხვადასხვა უნივერსიტეტებში ტარდებოდა და ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება. წელსაც ჩავატარებ, რა თქმა უნდა, და ზუსტად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ისეთი გარემო შევქმნათ, როგორც ხა რამდენად გამოგდის არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ისეთი გარემო შევქმნათ, როგორც უშუალოდ იმ ოფიციალურ გამოცდაზე დაგხვდებათ. ხო და ეს გამოცდილება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრისგან მსმენია მე, რომ აი მეგონა რომ მზად ვიყავი, მაგრამ აი ამ იმიტირებულმა მანახა რომ თურმე აი რაღაც ხარვეზები მქონია და მოდი ამ ხარვეზების გამოსწორებაზე ვიმუშავებ და ესეთ რაღაცებს დაგანახებთ. ანუ მნიშვნელოვანია ესეც და მე გირჩევთ რომ თუ შესაძლებლობა გექნებათ რომ სადმე რაიმე გარემოში წეროთ ეს იმიტირებული გამოცდები, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ ხოლმე და დაწერეთ. დაგჭირდებათ გამოგადგებათ. კარგი, სხვა პრინციპში ისეთი არაფერი დღეს ეს ზოგადად ვისაუბრეთ. ეხლა თქვენ კითხვებს მოვუსმენ, რაც გექნებათ კითხვები ყველაფერზე. გიპასუხებთ. უბრალოდ მოდი ერთ სანამ კითხვებს დამისვამთ. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ხვალინდელ ვებინარზე ხვალ 7 საათზე ტარდება მონაცემთა მეცნიერების ძალიან საინტერესო ვებინარი. აი დამერწმუნდეთ ისეთ რაღაცებს მოისმენთ ვებინარზე, რომელიც შეიძლება აქამდე რომელზეც საერთოდ არ გსმენოდეთ. ძალიან საინტერესო ამბავია რა მოკლედ. და გირჩევთ რომ ამ ვებინარზე შემოხვიდეთ და ისწროთ. შემიძლია მე სარეგისტრაციო ფორმა გაგიზიაროთ. აქ ჩატში ჩავაგდებ და ვისაც გინდათ, ვისაც გექნებათ სურვილი, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. დასწრება თავისუფალია, რა თქმა უნდა. შეგიძლიათ შემოხვიდეთ და ისწროთ ხვალ. კარგი, ეხლა გისმენთ თქვენ, აბა, რა გაინტერესებთ ჩემგან მითხარით. გამარჯობა. პირველ რიგში მადლობა. და მე მაინტერესებს, ვისაც გვაქვს სურვილი, რომ თქვენთან დავიწყოთ თან დაკავშირებით როგორ იქნება, ჯგუფში რამდენი ადამიანი იქნება, ყველაფერზე რო გაგვარკვიოთ. ეხლა ვეკითხეთ კი ბატონო. ერთი წუთით აი ამ სარეგისტრაციოს ჩაგიგდებთ. დავიდეთ შეკითხვებს. ხო, ეს როგორც გითხარით, მონაცემთა მეცნიერების ვებინარი სარეგისტრაციოა. თუ ხვალ 7 საათზე გცალიათ, მოკლედ არ გამოტოვოთ რა. არ გამოტოვოთ, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს მოისმენთ, როგორც გითხარით. აი მე გაიხსენებთ ხვალ ლექციის ბოლოს ჩემს სიტყვებს. ხო, რაც შეეხება ჩემთან მეცადინეობას, მე ზოგადად იანვრის ბოლოდან ვიწყებ კურსებს, ალბათ ეს 25-ის მერე. ვამეცადინებ ორივე ფორმატით, ონლაინაც, ოფისშიც. კვირაში ორჯერ ვატარებ ხოლმე თავიდან გაკვეთილებს. ივნისსა და ივლისში ყოველდღიურად უკვე, აი ბოლო 2 თვე რო რჩება გამოცდებამდე, ივლისსა და ივლისში ვაკეთებ ყოველდღიურ ცხრილს. სადაც დღეში რამდენიმე გაკვეთილი მაქვს ხოლმე და ამ ცხრილს უზიარებ ყველას, ვინ ჩემთან ემზადება და ყველას შეუძლია შემოვიდეს. ანუ წინასწარ მაქვს ხოლმე გაწერილი ცხრილში, რომელ დღეს რომელ საათზე რა თემაზე მექნება ჩართვა. და ყველა გაკვეთილზე შეუძლია დასწრება. თავიდან კვირაში ორჯერ გვექნება. ძირითადად ლოგიკას და მათემატიკას უთმობ დროს, თავიდან ოდნავ მოგვიანებით გააზრებას და ანალიტიკურ წერას ვიწყებ. ყოველთვიური გადასახადი არის 200 ლარი. ჯგუფში რაც შეეხება წევრების რაოდენობას, ვინც ოფისში მოდის ხოლმე ჩემთან, თუმცა შეზღუდული რაოდენობით ამ სავარაუდოდ ერთიან ორი ჯგუფი მეყოლებო, მხოლოდ ვინც ოფისში იქნება. 6-7 ადამიანია ჯგუფში, ვინც ონლაინ არის, უფრო მეტი. ესე წინასწარ არ მაქვს განსაზღვრული ჯგუფში ადგილების რაოდენობა.
ონლაინ დაუშვათ მე მქონია ყოლია ჯგუფები, სადაც განსაკუთრებით ბოლო 2-3 თვიან კურსებს რო ვაკეთებ 30-40 ადამიანია, მაგრამ ეს გაკვეთილები ისეთი ფორმატით მიმდინარეობს, დამსწრეთა რაოდენობას მნიშვნელობა არა, არსებით მნიშვნელობა არა, აქ ხარისხი არანაირად არ არის აისახება, იმიტომ რომ ისეთი ფორმატით მიმდინარეობს ეს შეხვედრები, ყველას აბსოლუტურად შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს, ანუ ეს არ არის რაღაც დიალოგის რეჟიმი, რომ მარტო მე ვისაუბრა, რომ ყველა აქტიურად ერთვება და მოკლედ რაოდენობა არ არის დამოკიდებული რაოდენობაზე ხარისხი არანაირად. რამდენი იქნება ის უკვე დამოკიდებულია ვის რა დროზე შეუთანხმდები იმის მიხედვით რა. თავიდან ყველა საშუალებას ვაძლევ თუ უნდა ხოლმე. ერთ-ორ გაკვეთილს დაესწროს ისე როცა დავიწყებ ამ კურსებს და მე შეუძლია გადაწყვიტოს დარჩება თუ არ დარჩება. პრინციპში ყველაფერი გითხარით, ხო გამოცდებამდე როგორც წეღან აღნიშნა 2-3 იმიტირებული გამოცდაც გვიტარდება ხოლმე. და სულ ეს არის. ხო. თუ რამე კიდე კონკრეტული გაინტერესებთ, შეგიძლიათ ვკითხოთ. ბატონო კოტე, გამარჯობა, მე მაქვს ერთი შეკითხვა. პირველ რიგში მადლობა შეხვედრისთვის. 2-3 თვიანი კურსები ახსენეთ და ამის სარეგისტრაციო ლინკი მოგვიანებით დაიდება, ხო? ჯერ არ შემოხვედრია. აი, მოდი ბარე, მაშინ მე გაგიზიარებთ ჩემი ჯგუფების სარეგისტრაციო ფორმას. შეავსეთ ეს ფორმა, აქ თარიღს ვერ აირჩევთ, როდიდან გინდა დაწყება, მაგრამ მე იანვრის შუა რიცხვებში ყველას ურეკავ ხოლმე, ვინც არის დარეგისტრირებული და იქ როცა დაგირეკავთ, შევათანხმოთ მე დრო და მოვინიშნო. კარგი, მადლობა. არა, ფრის გავაზიარე ხა ჩატში, ისეც გაგწურული შეგიძლიათ შეავსოთ. კარგი, გისმენთ აი კითხვები ზოგადად ამ უნარების გარშემო, ან რაში შემიძლია რომ დაგეხმაროთ, კითხეთ, დაგეხმარებით. სიჩუმეა. კარგი, თუ კითხვები არა გაქვთ, მაშინ დღეისთვის ხო არაფერი. მე ამ ვებინარებს იანვარში ჩავატარებ შუა რიცხვებშიც. და მომდევნო თვეებიც იქნება რა, განსაკუთრებით აი სხვადასხვა უნივერსიტეტების სახელით ვატარებ ხოლმე და წინასწარ ანონსდება ეს ვებინარები. განსაკუთრებით აი გამოცდებამდე ერთი თვე რო რჩება, უფრო ხშირად ვატარებ ხოლმე, ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ და ესწროთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეოები, როგორც გითხარით, YouTube-ზეც მინდებს, ეს იმ ჯგუფშიც დევს, სადაც ხართ მაგისტრანტების ვიდეოებში გადადით, ნახავთ. ბევრი საჭირო მასალაა იქ. ატვირთული და გამოიყენებთ ამ ყველაფერს მეცადინეობის დროს. თუ რამე შემიძლია კიდევ დაგეხმაროთ, აი ერთი წუთი დაგელოდებით, თუ რამე კითხვა გაქვთ, თუ არაფერი, მე შეგვიძლია დღეს დავიშალოთ. კარგი, ალბათ ამომწურავოთ ვისაუბრა ყველაფერზე კითხვები თუ არ გაქვთ. ან მეორე ვარიანტია, რომ საერთოდ ისე აბუდაუდად ვისაუბრე, რომ ვერაფერი ვერ გაიგეთ და კითხვაც არ გაქვთ. კარგი, ორივე შემთხვევაში მადლობა თქვენ მოსმენისთვის. მაშინ დაგემშვიდობებით. მადლობა, კარგად. მადლობა. კარგად.